მოგესალმებით ჩემკარგებო, მოგესალმებით ჩემოადგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედი თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება მისი ქვეცნობიერი. ანუ დღეს ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ გავქეკოთ მისი ქვეცნობიერი, ნახოთ რა ხდება, რა არის ის, რასაც ადამიანი მალავს ქვეცნობიერში. და ალბათ საინტერესო იქნება არის კიდევაც თქვენთვის, ხო? მაშინ ასე დავიწყოთ გაშლა. გაშლაში გვექნება ერთი ვარიანტი, შესაბამისად ასარჩევი არაფერია, განეწყოთ უბრალოდ გაშლისთვის, მოახდინეთ იმ პიროვნების ვიზუალიზაცია, ვისაც ვაკეთებთ გაშლას. შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათი, შეგიძლიათ წარმოთქვათ მისი სახელი, დააპაუზოთ ვიდეო, შემდეგ განაგრძოთ ისე ყურება. და დავიწყოთ გაშლა. მოდით იცით რა, ვნახოთ პირველ რიგში სიგნიფიკაცია გავაკეთოთ და ვნახოთ რა ხდება, რა მდგომარეობა არის თქვენ შორის, რომ მივხვდეთ თქვენი არის თუ არა ეს გაშლა. რა ხდება თქვენ შორის, რა მდგომარეობა არის ახლა. იცით რა არის, რაღაცა ბევრი პრობლემები, როდესაც დაეყრება ადამიანს თავს ერთდროულად, მათ შორის ფინანსური პრობლემებიც, რაღაცა გარკვეულ მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით, ან კონკრეტულად შეიძლება ვთქვათ ოჯახთან დაკავშირებითაც, ხო, თუ თქვენ ოჯახი ხართ. აქ არის როგორც და იცვენა თითქოს ერთიანად, როდესაც მოდის ძალიან ბევრი პრობლემა, როდესაც თავს დაგეხრება, აი, გაქცეულ კაცო თუ ქვა გზაში დაეწიაო, აი ესეთი მდგომარეობა არის დაახლოებით, ხო? ემოციური ფონი საკმაოდ ძლიერია, თუმცა თქვენ მაინც ცდილობთ შეინარჩუნოთ როგორც ვთქვა, ემოციური სტაბილურობა, ასე თუ ისე ცდილობთ, მიუხედავად იმისა, რომ აქ არის კიდევ ძალიან დიდი შიში. აი ეს შიში კიდევ თქვენი მხრიდანაც ჩანს, თითქოს რაღაც ეს ძალიან გეშინიათ, რაღაც აი გაკანკალებთ რაღაცნაირად, აი მართლა ხო, აი ნახეთ. ამ ადამიანისაც კი შეიძლება იცით რა არის ეს პრობლემები, თავზე დაყრილი პრობლემები, რატო გაშინიათ ასე ამ ადამიანის კიდევ. აი თითქოს შეიძლება ვერცნობთ მას, ხომ, ვიღაცა სხვა ყავს გაჩენილი, არ ვიცი, აღარ ენდობით მას, აქ კიდე პრობლემები, ყველაფერი ერთად წამოგიწერთ, ერთდროულად წამოგეწიათ თითქოს და ამ ადამიანის შიშიც გაქვთ ერთგვარი. ეს შიში გამოწვეული რაც არის ახლა, აქ ეს შიში დიდი ხნის დაბუდებული არის აქ თქვენ შორის, დიდი ხანია ეს რაღაცა ნეგატივი, რომელიც ტრიალებს აქ და აფუჭებს თქვენთან საქმეს, დიდი ხანია აქ მუშაობს, წარსულიდან მოდის ეს. და სხვათა შორის დიდი ალბათობით არის კიდევაც აქ მაგია, არის შანსი ნამდვილად, რომ არის შესრულებული გარკვეული მაგიური რიტუალები, სწორედ თქვათ, წყვილზე პრობლემებზე, კონკრეტულად თქვენს პარტნიორზე და ასე შემდეგ. თითქოს აი სიტუაციისაც კი გეშინიათ იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც ხართ თქვენ ჩავარდნილი. ეხლა აქ თქვენზე ძალიან ნათლად გვიჩვენა თქვენი კონკრეტული მდგომარეობა, ეს შეშინებული მდგომარეობა, სადაც პარტნიორის შიშიც კი გაგიჩნდათ, მისი უნდობლობის მომენტიც კი გაგიჩნდათ და პარტნიორზე თავად პარტნიორიც, აშკარა არის აქ, რომ რაღაც გარკვეულ სამკუთხედთან გვაქვს საქმე, გვაქვს ქალბატონთან საქმე, რომელიც ცდილობს, რომ შეიძლება ითქვას არა ერთი და ორი, შეიძლება სამნიც კი იყვნენ, არ ვიცი, აქ ოჯახებით არის მთელი ამბავი მოწყობილი თუ რა ხდება, მაგრამ ფაქტი არის, რომ აი ეს ერთ-ერთი პიროვნება კიდევ რომელიც არის, ხომ, რომელიც თქვენი წყვილის წინააღმდეგი არის, ხო, აი მასთან თქვენს პარტნიორს ძალიან დიდი კონფლიქტი ჰქონდა. აი ესეც სიგნიფიკატორად თქვენ ძალიან გამოგადგებათ, იმიტომ რომ მასთან მას ძალიან დიდი კონფლიქტი ჰქონდა. მნიშვნელოვანია ეს და საინტერესოა ეს მომენტი. რომ ქონდა კონფლიქტი. კაცრავად მე ცოტა ხმა წასული მაქვს, მაგრამ იმედია ჩემი ხმა მაინც კარგად ისმის, ხო? აი აქ იყო კონფლიქტური სიტუაცია. აქ რამდენიმე პიროვნება არის ერთდროულად თქვენს წინააღმდეგ გაერთიანებული. კარგით, აი სიტუაცია ესეთი არის, სიგნიფიკაცია ესეთი არის. მოდით ვნახოთ რა იმალება თქვენი პარტნიორის ქვეცნობიერში.
რა იმალება თქვენი პარტნიორის ქვეცნობიერში, უბრალოდ მეორე დასწრას ვიღებ ახლა. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა გაშლა არიან, სხვა ვარიანტი, გაშლა არის ერთ ვარიანტზე შეგახსენებთ. ოჯახი, ისევ და ისევ გვარი, იცით რა არის, აი რაღაცა დაცვას ითხოვს ეს ადამიანი. ეს ადამიანი ითხოვს დაცვას, ეს ადამიანი ითხოვს გზის განათებას, მას იმედი აქვს თავისი წინაპრების, მას იმედი აქვს თავისი ოჯახის წევრების, ახლობელი ადამიანების ძალიან ეყრდნობა. იცით როგორ არის, მას გონია რომ აი ქვეცნობიერში შეიძლება ამას ახლა ესე არ აკეთებს და ესე არ იქცევა, მაგრამ ეს გრძნობს, რომ მისი ერთადერთი თავშესაფარი და ადგილი, სადაც შეიძლება რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, სადაც ის თავის მძანებელი იქნება და თავისი საქმეების წარმმართველი იქნება, არის სწორედ მისი სახლი და მისი ოჯახი და მისი დაცვაც სწორედ აქ არის. აი, სწორედ აი ამ დაცვას ითხოვს, აი ამ მისი გვარისგან, აი ამ მისი ოჯახისგან, მაგრამ რატომღაც სამწუხაროდ ვერ ღებულობს ამას, რატომ თქვენ უკეტავთ ამას? იმიტომ რომ აქ ისევ და ისევ გუჩვენებს, რომ არის აქ ენერგეტიკული პრობლემა. არის აქ რაღაცა ენერგეტიკული პროგრამები, ნეგატიური დესტრუქციული პროგრამები, რომელიც მას ძალიან სერიოზულად ბლოკავს და ძალიან სერიოზულად აგდებს დეპრესიაში, ხდის უნაროს. ზოგადად ეს პიროვნება არ არის დეპრესიული ტიპი, არ არის ტიპი, რომელიც თქვა ხელს ჩაიქნევს უცებ რაღაცაზე, თუმცა ეხლა ესე იქცევა, თუმცა ეხლა საკმაოდ უიმედო ტიპია, აი უმოქმედო ტიპია და თითქოს აი რაღაცნაირად უპერსპექტივოდ იქცევა, ხო, რაღაცნაირად აი არც იქით, არც აქეთ, ხო, არც თევზია, არც ხორცია, ხო? ზოგადად არ არის ეს პიროვნება ასეთი, მაგრამ მას ახლა ესეთი ენერგეტიკა აქვს, ხო? მას თითქოს უქმნიან ესეთ ენერგეტიკას, რომ აი რაღაცნაირად კუთხეში იყოს მომწყდეული. კიდევ რა აქვს? კიდევ კონფლიქტები, შინაგანი კონფლიქტები საკუთარ თავთან რას უკავშირდება. რაღაცა უნდა რომ სწრაფად გააკეთოს, ძალიან უნდა რომ სწრაფად გააკეთოს. იცით როგორ არის, აი რაღაცა შეპყრობილი არის ფაქტიურად ეს ადამიანი რაღაცა იდეით, რომელიც რაღაცა უნდა რომ ძალიან სწრაფად განახორციელოს და ეს ყველაფერი ისევ და ისევ უკავშირდება თავის ოჯახს და რა გიშლის ესე ხელს, ხო, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ფიქრის დონეზე რჩება, ხო, ანუ აი ეს სიტუაცია, ის გარემო, ეს შეიძლება ხა მანდამაინც შეიძლება ცოლ-ქმარი არ იყოთ, მაგრამ ისე სტაბილური წყვილი იყოთ, ხო? არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს ახლა თქვენ რაღაცა დოკუმენტი და საბუთი სახში გიდევთ თუ არა, მაგრამ აქ ახლა ნახეთ როგორი მომენტია, რაღაცა ძალიან აჩქარებს, რაღაცა ძალიან უნდა რომ ძალიან სწრაფად გააკეთოს, კონფლიქტში მოდის საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ვერ აკეთებს, აქვს ერთგვარი აი როგორც რაღაც არ ვიცი, რაღაც ამოჩევებასთან გვაქვს საქმე, გვაქვს ასევე რაღაცა აი რაღაცა იდეა ფიქსი აქვს, რაღაცა არანორმალური და ეს უკავშირდება და ძალიან ბევრს ფიქრობს, აი ამ ფიქრით კიდევ რაღაცა ბევრ რაღაცეებს აზიანებს. იცით, მე მგონი ჯობია რომ არის ფიქრობს და გაეცალოს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ 1000 უაზრო ესეთი ფიქრები მოგზდის თავში. მე თან უნდა რომ ხან წავიდეს. შეიძლება ხა წასულიც არის, იცით და შორს არის, მანძილზე არის თქვენგან, ხო? ანუ მანძილზე ხართ ერთმანეთსგან, შორს ხართ ერთმანეთსგან. ეს თემაც აქ ჩანს კიდევ, ხო? თუ არა და შეიძლება ესე გათამაშდეს კიდევაც. თუ არ ხართ ეხა შორს ერთმანეთსგან, შორ მანძილზე ერთმანეთთან, ხო? შეიძლება აი ესეც იფიქრებოდეს, რომ რაღაცა არ ვიცი, წავიდეს რაღაცა გააკეთოს. აი, იცით რა არის, გამოვვალ ვერ პოულობს გამოსავალს. უნდა რომ რაღაცა საქმე გააკეთოს. ეს სხვათა შორის საქმესაც უკავშირდება. ვერ გრძნობს თავს რეალიზებულად, ამასაც განიცდის. ასევე ვერ გრძნობს თავისი გვარის დაცვას, თავისი ოჯახიდან, თქვენგან, ხო, საყვარელი ძვირფასი ადამიანებისგან დაცვას ვერ გრძნობს. ამასაც ძალიან განიცდის და განიცდის ასევე იმას, რომ ვერ აკეთებს იმას, რის საქმის გაკეთებაც უნდა. ძალიან ჩქარობს. ისევ და ისევ პრიორიტეტი მისთვის უპირველეს ყოვლისა მაინც არის ოჯახის საყვარელი ადამიანები, ხო? ნათესავები ძალიან ახლო გარემოცვა, რაც მას ყველაზე მეტად აწუხებს. რა არის ეს? აქ კიდევ ქალბატონი, შეიძლება თუ თქვენ მეუღლე ხართ, მაშინ თქვენზე ძალიან ბევრს ფიქრობს ის. მაშინ ის ძალიან ბევრს ფიქრობს და უბრალოდ ამაზე არ ამბობს. თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ აი საერთოდ არც ახსოვ ხართ და არ იფიქრება სიტუაციაზე და არ განიცდის რაღაცას, არ ფიქრობს, არ წუხდება, არა, ესე არ არის, უბრალოდ ის საკუთარ თავში იკლავს ყველაფერს და ძალიან ბევრს ფიქრობს ქალბატონზე, რომელიც არის მისი ოჯახის წევრი. ეხლა ნახეთ, აქ შეიძლება კიდევ სხვა ვარიანტიც გათამაშდეს, რომ აქ შეიძლება იყოს ასევე ქალი მოწინააღმდეგე, რომელიც არის მისი ოჯახის წევრი.
ეს შეიძლება იყოს დედა, ეს შეიძლება იყოს ცოლი, თქვათ თქვენ თუ მესამე ხართ პოზიციურად ხომ ურთიერთობაში, ან ყოფილი მეუღლე შეიძლება იყოს და რომელზეც ძალიან რომელიც ბლოკავს მის ფიქრებს თქვენ და ხო ოჯახიზადმი შეიძლება ესეც იყოს. ხო, იმიტომ რომ ჩვენ თავშიც რომ ნახეთ, აქ 2 თუ 3 სხვადასხვა პიროვნება მოგვივიდა, რომელიც ასეთ ავად თუ კარგად უფრო ავად ჩარეულები არიან თქვენს ურთიერთობაში, ეს ძალიან ნათლად ესე ჩანს და აქაც ახლა ისევ იგივეს გვიჩვენებს და კიდევ აი რაღაცა დაკარგვის შიში, არ ვიცი ეს რისი დაკარგვის შიში, უფრო ფინანსური სტაბილურობა აქვს დაკარგული თუ ფინანსური არხები რაღაცა აერ და ერია რაღაც ისე არ გამოსდის საქმეები როგორც უნდა და როგორც ადრე გამოსდიოდა. თქვათ იცით როგორ აი არ მინდა ხა სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ ნუ რადგან მომადგა პირზე, მომიტევი ფილმი, ჩალიჩა ტიპი რო არის, ხო და რაღაცა ახლა აი ეს ვეღარ გამოდის და ესეც ანერვიულებს. მას დაბლოკილია ეს ტიპი და აი ამ რაღაცა ძირითადად მას რაც ანერვიულებს ქვეცნობიერში, ეს არის ის რომ ის ვერ რეალიზდება ვერც პირად ცხოვრებაში და ვერც სამსახურში. ორივეზე დარდობს ახლა და განიცდის. პირადთან დაკავშირებით მაინც პირადთან დაკავშირებით არის რაღაცა დამალვები, არის რაღაცა ძალიან სერიოზული შიშები, შეშინებულია, არის რაღაც ტყუილები, მალავს რაღაცეებს. ხო, ნუ ახლა ქვეცნობიერაზე ნახულობთ ჩვენ ეს მართლა შეიძლება ქვეცნობიერის დონეზე იყოს სრულად გაუაზრებლად აკეთებდეს რაღაცებს, მას არ ნიშნავს რომ ადამიანი უნდა გამომართლოს თუ ის არასწორად იქცევა, ძალიან გთხოვთ ეს გავითვალისწინოთ ხო? მაგრამ ნუ აი პირადის დონეზე არის აქ რაღაცა მოყოლებული ისევ და ისევ წარსულიდან აქაც გვიჩვენებდა, ისევ და ისევ შეიძლება წარსულიდან წამოსული რაღაცა ტყუილები, რაღაცა სიტუაცია, რომელსაც მალავს, რომელსაც ეშინია ძალიან და სამსახურთან დაკავშირებით რა არის. სამსახურში შეიძლება იყოს აი სწორედ აი იმ 3-დან ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც მას სწორედ ძალიანაც ნერვებს უშლის და რომელიც ცდილობს მის ოჯახში ჩაერიოს. აი ეს საინტერესო ამბავი გამოჩნდა კიდევ აქ სამსახურთან დაკავშირებით ქალი, რომელიც შეიძლება სწორედ სამსახურიდან აქვს მასთან კონტაქტი, ესეც არ მოწონს და შეიძლება ეს ქალი კიდევ უფუჭებს კიდევაც რაღაცა საქმეებს, იმიტომ რომ კი ეს მაინც მოძრაობს, ცდილობს რაღაცები გააკეთოს, მაგრამ ნუ ისე ვეღარ გამოსდის, როგორც მანამდე გამოსდიოდა და როგორც მანამდე აკეთებდა. ნუ ისევ ნამდვილად აღარ არის მისი მდგომარეობა, მისი ენერგია აღარ არის ისეთი. ნუ ეხლა აქ შევხედავდი თუ არა მის დიაგნოსტიკას, რა თქმა უნდა შევხედავდი. ძალიან საინტერესო იქნებოდა მისი დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ აქ ბევრი საინტერესო რაღაცის ნახვა შეიძლებოდა, იგულისხმება, ნუ ის რომ ჩვენ ახლა აქ ვაკეთებთ საჯარო გაშლას, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, როდესაც 90-100%-იანი თანხwebdriver არის გაშლაში, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დასკვნების გაკეთება, მოქმედება, ხო, მხოლოდ მაშინ, როდესაც გაქვთ კონკრეტულად ინდივიდუალური გაშლა. შესაბამისად, ახლა თუ იმის დაგებადეთ კითხვა, რომ აქ საჭირო არის თუ არა, იგივე მაგალითად დიაგნოსტირება, ხო, პარტნიორის ან თუნდაც ორივე წყვილის, რომ რაიმეზე მოქმედება ხო არ არის წყვილზე, ან საერთოდ რა ხდება. ალბათ ფიქრობ, რომ საჭიროა, იმიტომ რომ დიაგნოსტიკა ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს გაცემს აქ პასუხს. ნუ ყოველ შემთხვევაში საჯარო გაშლიდან პასუხს რასაც მეუნება. შეიძლება თუ არა მდგომარეობა, რადგან მინდოდა რომ კითხო დამსვა ჯერჯერობით ეს მდგომარეობა არ შეიცვლება და ნუ უახლოესი პერიოდი ყოველ შემთხვევაში უკეთესობისკენ არ მიდის, უბრალოდ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზედმეტად ბევრი ადამიანი ყოფს თქვენს ცხოვრებაში. ძალიან ზედმეტად ბევრი ადამიანი და ამან შეიძლება აიძულოს, რომ ეს ადამიანი საერთოდ გაიქცეს და საერთოდ წავიდეს. ხო? აი ამ სიტუაციით თქვენ კი არ გაგექცეთ და თქვენ კი არ წავედით. ზოგადად აი ამ ადამიანებისგან, აი ამდენი ჭკუის დამრიგებლისგან და ამდენი არამკითხე მრჩევლისგან შეიძლება უბრალოდ აი ესე უშუალოდ თავს და გაიქცეს. აი ესეთი ამბავი არის მის თავს. მე ვფიქრობ, რომ ეს გაშლა ძალიან დეტალურად შეიძლება კიდევ ჩაიშალოს და ძალიან ვრცელი გაშლა გამოვიდეს, იმიტომ რომ აქ ცალკე შეიძლება გაკეთდეს პირადზე, რაღაცა ფინანსებში, სამსახურში კიდევ რაღაცა პრობლემები, არაერთი პიროვნება არის, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ხომ თქვენთანაც, თქვენს ურთიერთობასთანაც და ასე შემდეგ. ნუ არ ვიცი, ძალიან საინტერესო იქნებოდა ვინცთანაც ეს გაშლა რეზონირებს, რომ პირადი გაშლა ნახოთ და მით უმეტეს დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ როგორც საჯარო გაშლა მგვიჩვენა, აქ დიაგნოსტიკით შეიძლება ბევრი საინტერესო პასუხის მიღება, ხო, თქვენს შეკითხვებზე, რაც გაქვთ კონკრეტულ ურთიერთობაში. აი, რა ვიცი, იმედია გაშლა მოგეწონათ, ვისაც გსურთ პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ ძალიან, თქოთ უბრალოდ მომწერეთ WhatsApp-ში ან Viber-ში ნომერზე 5111818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე, Messenger-ში.
მომწერეთ, ყველას გიპასუხებთ. შეგიძლიათ ჩაეწეროთ პირად კონსულტაციაზე და ვნახოთ კონკრეტულად რა და როგორ არის. ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემ არხზე, ჩემს გამომწერებს პირველ რიგში. ვისაც არ აქვს გამოწერილი, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი გვერდი, მოიწონოთ ასევე, ძალიან დამეხმარება ეს და სასიამოვნოც იქნება ჩემთვის. რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ არ გამოიწეროთ და უბრალოდ სტუმრად შემოისევნოთ ხოლმე და ისე უყუროთ ჩემს გაშლიებს და ასევე დიდი მადლობა ჩემს მომავალ გამომწერებს. ულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.